მართლმადიდებლური სამყარო 5 მაისს, უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობს. ეს ბრწყინვალე დღე მრევლში სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებას, სიცოცხლის ზეიმს სიკვდილზე და უკეთესი მომავლის რწმენას უკავშირდება. აფხაზეთიდან წამოსული მრევლისთვის ეს 30-ათი აღდგომაა დევნილობაში. თბილისში მდებარე წმინდა მოწამე ვასილისკოს სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი შენგელია ტრადიციულად გვილოცავს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. აი დასასრულს მივახავდა წმინდა და დიდი მარხვა, რომელიც სრულდება ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომით, დიდი სიხარულით ყველასათვის და ჩვენ წმინდა დიდმოწამე ვასილისკოს ტაძრიდან, რომელიც მდებარეობს ქალაქ თბილისში, ვილოცავთ სრულიად საქართველოს, აფხაზეთს, რომელიც ჩვენთვის ყველაზე ახლოს არის, ასე ვთქვათ. ვილოცავთ აი ამ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და ტრადიციისამებრ ვუსურვებთ, რომ მომავალ წელს ყველა ერთად შევხვედრილიყავით სოხუმის საკათედრო ტაძარში, ბიჭვინთაში, ილორში, კომანში და ყველა იმ ჩვენ სიწმინდეში, რომელიც ჩვენ დროებით დავტოვეთ და ძალიან დიდი იმედი გვაქვს და დიდი სასუებო გვაქვს ღვთისა, რომ მალე დავბრუნდებით და მალე ერთმანეთს მივულოცავთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას. ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად აღდგა.